წარმოგიდგენთ 4 რაუნდიან კრივს 80 კილოგრამ წონით კატეგორიაში. მოკრივე გორიდან ლუკა ხეინაშვილი. I tried to whisper, I slammed the door. Woke up the ghost I was fighting for. No trophy case, just a rusted chain. Link by link through the acid rain. You wanted glory, I wanted steel. Truth in the tension, real in the field. You measure wins by the crowds out here. I count the nights I refuse to disappear. One person love. მისი მეტოქე წითელ კუთხეში მოკრივე თბილისიდან ლუკას გოიაშვილი. Not a single regret. My name's not given. It's burned in yet. They ask why I never smile for the less. Because respect isn't rented, it's earned in the trenches. One person left, not a T9 grid. Zero shortcut touch on the hours I've spent. 10,000 scars, not a single regret. My name's not given. It's burned in yet. საინტერესო მომენტი ნახეთ წინა ორთაბრძოლის შემდეგ, როდესაც წაგებულმა მოკრივემ გამოიწვია შემდეგ ორთაბრძოლაში თავის მომავალი მეტოქე, ძალიან საინტერესოა ველით ამ დაპირისპირებასაც. ზოგადად თორნიკე ციკლაურის მოკრივეა, რომელიც გამოირჩევა მეტოქეებისთან გამოწვევით და სულ ბრძოლისკენ მიიწევს და მოკლედ ვნახოთ რაც შეეხება აი ამ ორთაბრძოლას, ახალგაზრდა ძალიან საინტერესო მოკრივეებით განან ერთმანეთის პირისპირ. ლუკა ყეინაშვილი წარმოადგენს გორს, მისი მწვრთნელი გახლავთ ვლადიმერ ჯანეზაშვილი. ძალიან საინტერესო შეგირდები ყავს ყოველთვის ვლადიმერ ჯანეზაშვილის და ერთ-ერთი სწორედ ლუკა ყეინაშვილია. ლუკა ყეინაშვილის დებიუტი შედგა თებერვალში გამართულ საკრივო შოუზე და ძალიან კარგად იასპარეზა იმ ბრძოლაში ყეინაშვილმა. პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა მეტოქე და პირადად მე ვერ ვნახე მისი ასპარეზობა ბოლომდე, ისე მალე მოიგო. რაც შეეხება ლუკას გოიაშვილს, ის დებიუტანტია და აი ეს ახალგაზრდა მეტოქეები ახლა ერთმანეთის წინაშე დგანან. ვნახოთ ვინ მიაღწევს წარმატებას. ძალიან აქტიურად დაიწყეს, ტემპი არის ძალიან მაღალი ორთაბრძოლაში. გოიაშვილი აქტიურობს, ბევრს მოძრაობს. 80 კილოგრამ წონით კატეგორიაში მიმდინარეობს ეს ორთაბრძოლა. და ვნახოთ რა იქნება ბრძოლის შედეგი. ახალგაზრდა მოკრივეებს ცეცხლი არ აკლიათ. ძლიერად ურტყავს ლუკას გოიაშვილი, თუმცა ყეინაშვილი ცდილობს კარგად დაიცვას თავი. ნახოთ აი ამ ტემპში მუშაობის საშუალება თუ ეკნებათ მოკრივეებს 4 რაუნდის განმავლობაში. ნამდვილად ძლიერი სწრაფი მოკრივე ჩანს ლუკას გოიაშვილი. მე პირადად მაინტერესებდა ამ მოკრავის ორთაბრძოლები. პროფესიონალურ კრივში აქვს დებიუტი, თუმცა სხვა სამოყვარულო კრივში და სხვა საბრძოლო სახეობებში აქვს მიღებული გამოცდილება. გამოცდილება აქვს მსგავსი ყეინაშვილსაც და მართლაც თანაბარი კარგი წყვილია. ასაკითაც დიდად არ განსხვავდებიან და რინგმა გადაწყვიტოს მათ შორის საუკეთესო.
დასრულდა ნამდვილი ცეცხლი დაანთეს რინგზე მოკრივეებმა ოჩახ ნამდვილად კარგი მოკრივეები შეემატნენ ქართულ პროფესიონალურ კრივს მათი სახით Every star a medal earned in grace. You think respect is bought with names? Real names are carved through silent poise. 1% luck, 989 grit, 0 shortcuts. All the hours I've spent, 10,000 scars, not a single regret. My name's not given, it's burned in yet. ზოგადად ახალბედა მოკრივეებს ახასიათებთ რომ თავიდანვე სუსტრაფობენ და რამდენად გაუძლებთ ხოლმე აი ეს ტემპი და გამძლეობა რამდენად ეყოფათ 4 რაუნდის განმავლობაში ეს არის ყოველთვის საინტერესო და აი ეს მაინტერესებს მეც ამ შემთხვევაში ეს არაფერია მხოლოდ ფეხის გაცურება იყო და გრძელდება ორთაბრძოლა შეტევაზეა ყეინაშვილი, კარგი დარტყმაც გააკეთა. არც ერთი მათგანი არაფრის დათმობას არ აპირებს ამ ბრძოლაში. კარგი დარტყმა იყო. თითქოს ოდნავ სიზუსტე აკლია, თუმცა უძლიერეს დარტყმებს აყენებს ლუკას გოიაშვილიც მეტოქის. ძალიან ინტენსიურია გოიაშვილის მოქმედებები. კარგი დაცვაც შემოგთავაზა ამ მოკრივე. კარგი დაცვა და კარგი დარტყმაც გოიაშვილისგან. კიდევ შეტევა. არ ვიცი, ამ ტემპში რამდენი ხანი გაძლებენ ყოჩახ ბიჭებს. გასაკვირია ეს ამ წონაში, თორემ ეს რომ სუბუქი წონა იყოს, გასაგები იქნებოდა, თუმცა ამ წონაში უძლიერესი დარტყმები ამ ტემპში არის ურთულესი. კარგი შეტევა იყო ყეინაშვილის. ცდილობს გოიაშვილიც ანალოგიურად უპასუხოს. აი, რაც ვივარაუდეთ, თითქოს ცოტა დაღლა დაეტყოთ, მაგრამ ამოისუნთქებენ და გააგრძელებენ ისევ. კარგია ყეინაშვილი შეტევაზეა. მაგრამ აშკარაა რომ უკვე სხვა ხასიათი მიიღო ბრძოლამ. გოიაშვილი აღარ არის ისეთი სწრაფი და ინტენსიური. აშკარაა რომ დაიღალა ეს მოკრივე. ყეინაშვილიც დაღლილია, მაგრამ ცდილობს აქტიურობას ამ რაუნდში. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მესამე რაუნდი. ურთულესი მესამე რაუნდი ელიტ მოკრივეებს და მე ვფიქრობ ამ რაუნდში ბევრი რამე გადაწყდება. ვისაც შერჩება მეტი ენერგია შეძლებს უპირატესობის მოპოვებას საბოლოოდ ამ ბრძოლაში. Trying hard now. It's so hard now. Trying hard now. Always ready. Gonna make a move, yeah. Always ready.
მესამე და ფიქრობ უმნიშვნელოვანესი რაუნდი. ნახოთ ვის შერჩა მეტი ენერგია ბრძოლაში გარდატეხის შესატანა. აი გააქტიურდა ყეინაშვილი ამ შემთხვევაში. თუმცა არ ამგონია გოიაშვილმა რამე დათმოს. ის ისტრაფეთ და ინტენსიურობა აშკარად დაკარგული აქვს გოიაშვილს და ყეინაშვილი ცდილობს რომ ამით ისარგებლოს. გასაგებია ურთულესი იქნებოდა იმ ინტენსივობით 4 რაუნდის ბრძოლა როგორც დაიწყო გოიაშვილმა. კარგი დარტყმები მიაყენა თავის მეტოქეს, თუმცა ყეინაშვილის პასუხმაც არ დააყოვნა. კიდევ ერთი კარგი დარტყმა ყეინაშვილისგან. კარგი შესვლა. მე ვივარაუდე სწორედ ეს რომ ის ინტენსიურობა აუცილებლად გამოიწვევდა დაღლას და ეს ჩანს კიდეც გოიაშვილის მოქმედებებში. აი ამ თავის უძლიერეს დარტყმას ელოდება თავის შანს გოიაშვილი. ყეინაშვილი კი გაუძლო ყეინაშვილმა იმ თავის საწყის ქარიშხალს და ცდილობს ინტენსიურად მეტოქის დამუშავებას. აი ხედავთ მოიკრიბა ენერგია და კარგი დარტყმები მიაყენა გოიაშვილმა თავის მეტოქეს. ერთადერთი მეტად უნდა დააზუსტოს ეს თავის დარტყმები, მეტად უნდა უყუროს სამიზნეს გოიაშვილმა. ძალიან კარგი რაუნდი იყო. ჩანს რომ არც ერთი მოკრივე არაფრის დათმობას ამ ბრძოლაში არ აპირებს. და ბოლომდე იქნება ბრძოლა. თავგანწირული შემართება აქვს ორივე მოკრივეს. The guts, got the glory. What's the distance now? I'm not gonna stop. Just a man and his will to survive. მაშასე ბოლო და გადამწყვეტი რაუნდი. ამ რაუნდში უკვე ყველაფერი უნდა გაფორმდეს. ნახოთ ვის შერჩა მეტი ენერგია. კარგი აფეთქება გოიაშვილის. დაიბრუნა თავისი ინტენსიურობა. ნახეთ ხასიათი. შოუ ლუკას გოიაშვილი ამ ბრძოლის მოგებას აპირებს. თავის მხრივ არაფრის დათმობას არ აპირებს. ყეინაშვილი
ძალიან დაიღალნენ ბიჭები, ურთულესია 4 რაუნდის ამ ტემპში ბრძოლა გასაგებია, მით უმეტეს ახალბე დამოკრივეები არიან და დასაფასებელია ნამდვილად ახალგაზრდა მოკრივეების აი ეს შემართება, აი ეს ბრძოლა, აი ეს მონდომება. დრო ბევრი არ არის, მაქსიმუმი უნდა ჩადოს ორივე მათგანმა. არ არის კუთხისკენ ყურების დრო, მხოლოდ მიზანი გაისწორონ ერთმანეთზე და ბრძოლა, ბრძოლა და ბრძოლა. უნდა ითქვას, რომ ფაქტიურად ყეინაშვილისთვისაც ის პირველი ბრძოლა პირველივე რაუნდში მოიგო, 4 რაუნდი პირველია მისთვისაც და ხედავთ, რომ არ არის მარტივი იბრძოლო და შედეგი დადო. მუშაობა უნდა გაგრძელდეს გამძლეობაზე, სიზუსტეზე, თუმცა ულოცა ორივე მოკრივეს მართლაც ძალიან მონდომებულ ასპარეზობას რაც შეეძლოთ ყველაფერი ჩადეს ამ ბრძოლაში ორივე მათგანმა თავთავიანთ კუთხეში ულოცავენ მოკრივეებს გადაეხვინენ მართლაც დასაფასებელია კიდევ ერთხელ ვიმეორებ მათი მონდომება ახლა კი ვნახოთ როგორ შეაფასეს ეს ორთა ბრძოლა ჩვენმა მსაჯებამ მერაბ მაისურაძე, სანდრო ტუღუში და გელას ხირტლაძე გახლავან ამ შეხვედრის მსაჯები. რეფერი რინგზე ბატონი დავით რაზანაშვილი, ასევე ძალიან გამოცდილი მსაჯი. One moment I own this ground. They whisper names behind my back, but silence screams when I attack. It's like blood is clean and true. What's left of you? You ready? Let's go. No fear in my blood, champion. One shot. Crown. Breathe in, breathe out, last out, dies now. Breathe in, breathe out, last out, dies now. You ready? Let's go. No fear. Champion, one shot, one moment, I own this crown. You ready? Let's go. No fear in my blood. Champion, one shot, one moment, I own this legend. 4 რაუნდის შემდეგ ვეცნობით მსაჯთა გადაწყვეტილებას ქულების მიხედვით. მსაჯების მიერ დაათვლილი ქულების მიხედვით ბრძოლა დასრულდა ფრედ